ჩიკოფტე უნდა მომამზადო ჩემი მეგობრის თურქი დედამთილის რეცეპტით, რომელიც არც მეტი და არც ნაკლები ონლაინ მასწავლეს. ძალიან გემრიელი გამოვიდა, საათის ფოთლისგან განსხვავებით კითხვებზე მოვათავსე და მინდა გითხრათ, რომ პირველ ადგილს დაიკავებს ჩემს სამარხო რეცეპტებს შორის. ბულგური დავფქვი საფქვავში, რადგან წვრილად დაფქვილი ვერ ვიშოვნე. დავაბლენდერე ხახვი და ნიორი და მცირეოდე ზეითუნის ზეთში მოვშუში. მოხარჭულ კარტოფილს გადაუწურე წვენი და შევინახე ცალკე, შემდეგ კი ერთმანეთს შეურიე კარტოფილი და უმი ბულგური. ეს ორი მასა ერთმანეთს გინდათ მიქსერით შეურიეთ, გინდა კარტოფილის სათქვეფით და გინდა უბრალოდ ხელით. მძლავრად გადაურიოთ და 15 წუთი დავტოვოთ. კარტოფილის ცხელმა პიურემ უნდა გააფუოს ბულგური. შემდეგ კი შეგვიძლია შენელება დავიწყოთ. პილპილი დაღერღილი წიწაკა, ხახვი უქენით მოდაღული და ვუშვებით ცოცხლათაც, ზეითუნის ზეთი, ტომატ პასტა, შარაფი, ბროწეულის სიროფი. ვამატებთ 1 მთლიან ლიმონის წვენს. შემდეგ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ კარგად და მძლავრად უნდა გადაურიოთ ერთმანეთს. საჭიროების შემთხვევაში დაამატეთ კარტოფილის ნახარში, დაუმატეთ ოხრახუში, შეამოწმეთ მარილსა და პირპილზე და შეგიძლიათ უკვე სერვირება. თავსეთ ან კიტრზე, ან სალათის ფოთოლზე, ან შეგიძლიათ ისე მიირთვათ, ოღონდ აუცილებლად მოაწურათ ლიმონის წვენი.